და მე ეს ბიჭი რო დაიბარეთ ზუგდიდში, მე ქუთაისში, მე წაიყვანეთ, ზღვაში ტყვია რო დააჭედეთ და ზღვაში ჩააგდეთ, თევზები საჯიჯგდათ. ისევე როგორც შავაძე. ის სულთან არა გაქვს ვალდებულება? ისევე როგორც ქარდავა, რომელიც აი იმის ბედს გაუყენეთ, რა ქვია, ცინდელიანის ბედს. და ზღვაში ჩააგდეთ, თევზები საჯიჯგნათ, იმიტომ რომ როგორ დატოვა კოდორის ხეობა. ეგეთქვით როგორ იყო კოდორის ხეობის ამბავი. იაკობაშვილს დაურეკეს და უთხრეს. შამბამ დაურეკა და უთხრა. გაიყვანეთ ჯარი მოსახლეობას არავინ არ შეეხებაო. ჩვენო იქო ისეთი ფორტიფიკაციული ნაგებობები და მართლა ისეთი ფორტიფიკაციული ნაგებობები იყო. რომ იმის ხეობის იოლად აღება გამორიცხული. ისეთი ფორტიფიკაციული ნაგებობები იყო ფეხებს მოგჭამთ. მე დაურეკა ჩაბანმა. რუსული არმიის გენერალმა. და კი ახლა მოდა ჩააბარა ყველაფერი და მისცეს კორიდორი და გამოუშვეს. იაკობაშვილმა, ესე იაკობაშვილს თუ დაიბარეთ იმას, ესეც სხვათა შორის ებრაული წარმოშობის, ებრაული პასპორტის მქონე ისრაელის მოქალაქეა, საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრი. რომელსაც ლომის წვლილი მიუძღვის საქართველოს ტერიტორიების გაყიდვაში და ის ამოიღეთ 6 აგვისტოს რა ესაქმებოდა ამერიკის ატაშეს სოხუმში. დეტალურად შეიძლება ამ თემებზე საუბარი, მაგრამ არა მაქვს ახლა ამისის მე ცალკე ვისაუბროთ. ან კითხვები თუ გაქვთ, ვინმე დამისვით. ხო. საკითხი იმის შესახებ, რომ თურმე რატო არ მოხდა კოდორის ხეობისა როკის გვირაბის დაბომბვა, ან გუფტის ხიდის აფეთქება, იმიტომ რომ გუფტის ხიდი სტრატეგიული დანიშნულების იყო, ყველამ ვიცით როკის გვირაბი რა დანიშნულების იყო და მე ესეო გავეციო ბრძანებაო, ავიაციას, ქართულ ავიაციასო გავეციო ბრძანებაო, რომ შეესრულებიათ ეს დავალებაო, რომელიც ვერ შეასრულესო, გუფტის ხიდისო დაბომბვაო და ასე შემდეგო. გოგავა, ასეთი უსინდისო და ასეთი უცხვირპირო რატო ხარ? როდესაც დილით ქართული ავიაცია გაფრინდა და პილოტებს ჰქონდათ პირდაპირი დავალება გუფტის ხიდის დაბომბვის და ეს გაფრენა განხორციელდა ქუთაისიდან, კოპიტნარიდან. გზაში პილოტებმა რომ მიიღეს ბრძანება არ დაბომბოთ გუფტის ხიდიო და სპეციალური შემადგენლობის ჭურვები, რომელიც ხიდის დასანგრევად გამოიყენებოდა, რომელთაც ჯავშანს დიდად ვერაფერს ვერ უზა. რომ გაიცა შუაგზაში ბრძანება პილოტებზე, რომ პილოტებმა შეცვალეთ კურსი და დაბომბეთ შემომავალი კოლონაო. და აიძულეთ პილოტები, რომ შეცვალეთ, გზაში შეცვლოდა დავალება, რა უნდა ქუთაისიდან გაფრენას 10 წუთი მაქსიმუმ. გზაში გაცეს დავალება, შეუცვალეს პილოტებს დავალება და ეს დაბომბიეს კოლონა, პილოტებმა მშვენივრად შეასრულეს თავისი დანაკარგის გარეშე გამოვიდნენ და დაჯდნენ. თუმცა იქაც ერთი მომენტი იყო, რომ ერთ-ერთ ავიაციას არ გაიხსნა სარაკეტო ისინი, რა ქვია. შლუზები ასე რომ ვთქვა და ვერ მოახდინა სრულად. გუფტის ხიდი ვერ დაბომბეს კი არა. გუფტის ხიდი არ დააბომბიეთ. არ დააბომბიეთ. და იდიოტური კითხვა იმის შესახებ, რომ დაბომბილიყო ესა რა ქვია, როკის გვირაბი. როკის გვირაბი თუ დაიბომბებოდა, მამისონის უღეთეხილზე ვერ წამოვიდნენ რუსები, ესა რა ქვია, იმაში რა ქვია, ყაზბეგიდან ვერ შემოვიდოდნენ, აფხაზეთიდან ვერ შემოვიდნენ, თუ გზააკვალი გაუჭირდებოდა რუსულ არმიას. და როკის გვირაბი, თვითონ რო გვირაბი შეიძლება არ განადგურდეს, მაგრამ ჩამოინგრეს იქ გზა და იმან დაკეტოს და შემოვალი კოლონის გაჩერება მოახერხოს, და გუფტის ხიდმა და მოსახლეობა გამოიყვანო, ვითომ რომ მოსახლეობა ძალიან გადარდებდა, თქვენ, მოსახლეობა 2 აგვისტოს ხავდა იმას, რა ქვია, გაყვანილი კოკოიც და იმას რუსებს. ჩვენი მოსახლეობა იქ იყო. და გამოიყვანო პროვოკაციას დაგვებრალებდნენ. ჩატოვეს ხალხი ცოცხლად იქ. ახლა საერთო ჯამში დასკვნას დავასრულებ და რა არის ამ ყველაფერში? მთელი უბედურება რა. და რატო არის ეს ყველაფერი კლოუნადა? როგორც თავში ვთქვი.